გალიას თუ იყენებ? არ ვიყენებ. და ჩემსთან ძინავს, ვიცი რა, თქვენი ვიდეოებიდან ისიც ვიცი რა არ შეიძლება, მაგრამ აი გალიაზე რა დამოკიდებულება გაქვს? ბევრი ვიდეო ვნახე და ცოტა აი ცნობიერ ამაღლებული თუ ვუპასუხებ, გეტყვით თეორიაში, რომ ჩვენიერი დამოკიდებულება, მაგრამ პრაქტიკაში, რომ ეხა მეტოები ჩავსვა, ძალიან გამიჭირდება. ანუ რატო გაგიჭირდებათ, რომ ესე იგი, აი მე მაქვს მილიონი, ეხა მინდა რომ მოგცემ, რომ შენ ბედნიერი იყო, რომ მილიონით მეტი გექნება, ხო? მაგრამ არა, მე ბედნიერი იქნები და ამას ვერ მოგცემ. აბა ბედნიერი ხო არ იქნები? რატო უნდა მოგცე? აი ეს რაღაცას მე ვამბობ. ხო და ამაზე კითხვები მომდის ხოლმე, რომ აი შენ თვითონ ჩაჯექი და კითხვები კი არა და კომენტარები. კი, ის როგორი მომენტია, ანუ შენ თვითონ ჩაჯექი, ხო, აი ჯერ მაგით რო განვიხილავთ, რომ შენ თვითონ ჩაჯექი, ეს უკვე გულისხმობს ბევრ რაღაცას, როგორმა ადამიანმა შეიძლება დამიწეროს პირობითად, ხო? რეალურად რატო? აი მოდი განვიხილოთ ესეთი რაღაცა. აი წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სახლში და ძალიც არის ჩვენთან ერთად. ანუ ყოველდღიური რუტინა გვაქვს ჩვენ ერთად. წარმოვიდგინე, როცა ღამდება, ყველა მივდივართ ჩვენს ლოგინებში, ეს მიდის გალიაში, წვება, იკეტება და ვიზინებთ, ხო? თენდება და ისევ გამოდის გარეთ. ძაღლს არ შეუძლია იმის ეს დეტალური განსაზღვრა, შენ პირობითად გალიაში მაშინ შესვი, როცა მაგალითად რაღაც შოპინგზე მიდიოდი, თუნდაც პურის საყიდლად ჩახვედი, თუ როცა იძინებდი. მისთვის ეს გასაგებია, რომ ეს ის მომენტი არ არის, როცა ვიშლებით ხოლმე და ოკეი, პრობლემა არ არის. ხო? ანუ ნახეთ, იმიტომ რომ ეს ხო ინსტინქტებზე არის, ძირითადად ინსტინქტები ცხოვრობს, ხო, ასოციაციებით. გამომდინარე აქედან შენ იმ სტრესს აშორებ, ძაღლს, რასაც სახლში მარტო დატოვება ქვია.